ამ ყველაფრის ფონზე რაც ხდება განსაკუთრებით საზოგადოების მხრიდან გამოხატული თანადგომის ნაწილში, რაც მარათონის შედეგშიც აისახა, ხო არ ყოფილა რამე უკავშირი ხელისუფლების მხრიდან, კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან, ან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან? არა, გიორგი, ასეთი ინფორმაცია ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში რო ყოფილიყო მსგავსი კომუნიკაცია, მშობლები აუცილებლად იტყოდნენ. აქცია უკვე, რა თქმა უნდა, მოვიდა, თქვენც აღნიშნეთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, იქ სადაც თვეზე მეტია უკვე მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. ერთადერთი მოთხოვნით, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მათ ბავშვებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში და მიცეს ის აუცილებელი მედიკამენტი, რომელიც არის საჭირო და რომელიც აღიარებულია უკვე ამერიკის და ევროპის შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან. ვიდრე მე ახალ ინფორმაციებს და ახალ სტუმრებს შემოვიყვან ეთერში, მანამდე მინდა გაჩვენოთ უბრალოდ რა ხდება მთავრობის ადმინისტრაციასთან, უშუალოდ ადმინისტრაციის მხარეს და მინდა ნახოთ რა ადამიანურ რესურსს ხარჯავს სახელმწიფო და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში დაიცვას დაკეტილი სინათლე ჩამქრალი შენობა, სადაც და ალბათ დაცვის გარდა არავინ არ არის. ამ რაოდენობის პოლიცია დაახვედრეს აქციას, როდესაც ისინი რუსთაველის მეტროდან მოვიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან და ხედავთ, რომ პოლიციელები განლაგებულები არიან რამდენიმე მწკრივად და იცავენ, კიდევ ერთხელ გავმეორდები, შენობას, სადაც ახლა სამუშაო საათები არ არის. ისევ ახლა გავაგრძელოთ აქცია და სულისკვეთება, რომელიც დღევანდელ აქციას ჰქონდათ. პირველი რაც გააკეთეს მშობლებმა და აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ რაც მოვიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადლობა გადაუხადეს ილიაუნის თვითმმართველობის ბავშვებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც უპრეცედენტო მობილიზება გააკეთეს საზოგადოების და არასრულ 100 საათში, თუ არ ვცდები, 1.600.000-ზე მეტი ლარი შეაგროვეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად. ერთ-ერთ სტუდენტს ახლა ჩვენ გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში. ალბათ თქვენც არ გეჯერათ, რომ 100.000-დან ახვიდოდით 1.600.000-ზე და უფრო მეტ თანხაზე. რა პასუხისმგებლობაა თქვენთვის ეს აქცია? მოგესალმებით, არ გვჯეროდა და არ გქონდა იმედი, უბრალოდ დავიწყეთ ეს ყველაფერი 20-ში ჩვენი აქციის შემდეგ, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გქონდა აქცია, 7 საათზე ჩავარდით თვალები და მართლა არ გვეგონა, უბრალოდ გვეგონა, რომ 100.000-ის შეგროვებისთვის ეს მიზანი დავისახეთ ჩვენ და გვეგონა, რომ ვიქნებოდით დღეები, კვირები, თვეები და ხუმრობით კი ეს, რომ ახალ წელს ერთად შევხვდებოდით ამ ლაივში და 38 საათში აგროვდა 100.000. აი, სრული შოკი გქონდა ყველას. ვერ წარმოგვედგინა ასე თუ გავაერთიანებდით საზოგადოებას. აი, მართლა გასაოცარი ამბავი იყო ჩვენთვის. აი, თითოეული ადამიანის ემოციას ვერ გადმოვცემ. ზოგი ჩანს კამერასთან ლაივში, ზოგი არ ჩანს, მაგრამ ყველა მთელი გუნდი ძალიან ჩართული არის ამაში. არ ჩერდება არავინ. თითოეულმა ადამიანმა შეიტანა უდიდესი წვლილი ამაში, დაიცავა ილიაუნის გუნდიდან. და რისთვისაც ანუ როგორ გაიხარჯებათ, თუ გაქვთ უკვე კონკრეტული კი ბატონო, ეს მთლიანი თანხა გადაირიცხება დიუშენის ფონდში, სადაც უკვე მშობლები განკარგავენ ამ ფონდს, როგორც იცით, მათ სჭირდებათ ყოველდღიური საჭიროებები, რაც არის საწოლები, სხვა ფუნქციებით ადაპტირებული მანქანები, სასუნთქი აპარატები, ასევე ოპერაციის ფული ყოველწლიურად, რაც ძალიან ბევრ ხარჯებთან არის ასოცირებული და ეს პასუხისმგებლობა გვინდა და აგვიღო ჩვენ სტუდენტებს და ვფიქრობ, რომ კარგად გავართვით თავი და ძალიან არ მაყივარ მე. დიდი მადლობა, ნამდვილად თქვენ ძალიან კარგად გაართვით თავი. 1.651.000 თუ არ ვცდები არის ამ დროისთვის უკვე ანგარიშზე თანხა მობილიზებული და გრძელდება ისევ თანხების შემოსვლა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ აქციაში, ბევრმა უკანასკნელი თეთრები გაიღო იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ამ ბავშვებს. სახელმწიფო უმოქმედოა და როცა სახელმწიფო უმოქმედოა, მაშინ ადამიანები თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ კიდევ ერთ მშობელს. თქვენთვის რა ჩვენა აი ამ ბოლო დღეებმა, ბოლო 100 საათია უკვე აქცია მიმდინარეობს. ჩვენთვის აი ძალიან აღთოვანებული ვარ, ამით რომ დაანახა ჩვენი ერის ახალგაზრდობამ.
ჩვენს გაყინულ მთავრობას როგორი თბილები არიან, როგორი თანადგომა შეუძლია ქართველ ადამიანს გაჭირებული ადამიანისადმი და ეს დაანახა ამ ბავშვებმა, ერმა დაანახა სრულიად, რომ ბავშვებს უნდა მისცენ წამალი. და ძალიან დიდი მადლობა ამ ახალგაზრდებს, რომ ასეთები არიან და მინდა რომ ვამაყობდეთ და ვამაყობთ ნამდვილად ამ ბავშვებით. დიდი მადლობა. აქცია გრძელდება. გამომსვლელები, რა თქმა უნდა, არიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფის მქონე ბავშვების მშობლები. ისინი გარკვეულ ინფორმაციას აწვდიან ადამიანებს, რომლებიც არიან ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცდილობენ, რომ როგორმე უპასუხონ იმ პროპაგანდას, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ გარკვეული კვლევები არის იმ მედიკამენტებზე ჩასატარებელი, რომელსაც ოჯახები ითხოვენ. როგორც აქ ამბობენ, ყველა კვლევა გავლილი აქვთ ამ მედიკამენტებს და ის არის უსაფრთხო და პირიქით საჭირო ამ ბავშვებისთვის, იმისთვის, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივრდეს.